ჩემს სიცოცხლეს ვაპროტესტებ საქართველოში. ჩემს ყოფნას ვაპროტესტებ. ამ უვარგის ქვეყანაში ვცხოვრობ. ეხლა შეიძლება ვინმე სახში იჯდეს? ან დედა არ ახარ, ან ბები არ ახარ, ან ცოლი არ ახარ, ან მეგობარი არ ახარ. არ შეიძლება ეხლა ეს ეჭდობა. დაიღუპა ქვეყანა. დაიღუპა. ყველაფერი გაკეთებული სიბიძურე გაკეთებული არის სააკაშვილისგან. დღეს მთელი საქართველო აპროტესტებს იმ საშინელებას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იმ სიბინძურეს, რაც ამ რეჟიმმა თავზე დაგვაფეხა. დღეს ვაპროტესტებთ ძალადობას, ვაპროტესტებთ ყველა სისაძაგლეს, რომელიც თავს დაგვატეხეს ქართულ ხალხს. დღეს მთელი ქართული ხალხი არის ტრავმირებული და სტრესირებული და ეს უნდა დამთავრდეს. პასუხისმგებელი არის პრეზიდენტი და მთავრობა. პასუხისმგებელი არის ყველა ის პირი, რომელიც პრეზიდენტს მხარს უჭერდა. როდესაც პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტმა გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში, თქვენ გახსოვთ ალბათ ის კადრები არსებობს, როგორ ადგა მთელი პარლამენტი და ტაში დაუკრა. აი თითოეული წევრი არის ამაზე პასუხისმგებელი და პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმს ნებსით თუ უნებლიეთ, ფარულად, მალულად თუ ცხადად უჭერენ მხარს და აცოცხლებენ აი ამ საშინელ რეჟიმს. პირველ რიგში უნდა დაისაჯონ იმით, რომ არც ერთი ხუთიანი არ ჩავარდეს საარჩევნო ყუთში. ქართულმა ხალხმა ამით უნდა გამოუტანოს განაჩენი, რომ არა ხუთიანს, არა ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენი ძმები, ჩვენი მეუღლეები, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები, უბრალოდ მოყვასნი იყვნენ საშინელი ძალადობის ქვეშ და არაადამიანური შეურაცხყოფელი მოპყრობის მსხვერპლი. ჩვენ ნახეთ დოკუმენტური კადრები და ამან შოკში ჩააგდო მთელი საზოგადოება და ამ შოკიდან დღესაც ვერ არის გამოსული. ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ჩვენს ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა და მთლიანად საზოგადოებას, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ვინც არის დამნაშავე და ამის შემდეგ საზოგადოება იყოს ხიზლად იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მართველი პარტიის რჩეულნი არიან და მაჟორიტარობის კანდიდატები და მე მათ მოვუწოდებ, რომ თავიანთი ერთი მოქალაქის წილად ჩამორეცხონ პირველ რიგში თავიანთ მმართველ გუნდს ეს სირცხვილი და სანამ დროა კიდევ მოხსნან საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატურები. როდესაც ოჯახში ხდება დანაშაული, ოჯახის თავკაცი აგებს პასუხს. ის არის პასუხისმგებელი, თუ მან არ იცოდა, მაშინ პასუხი უნდა მოთხოვოთ, რატომ არ იცოდა? რატომ არ იცოდა, როგორ ახლა სადღაცა რომელიღაცა პროვინციაში იხსნება შოპინგისთვის განკუთვნილი მარკეტი და იმის გახსნაზე ჩაბრძანდება და სადღაც დაბრძანდება და რა ხდებოდა დედაქალაქში, ცენტრში ამ სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში არ იცოდა? დაიწყო ეს პროცესი პასუხისმგებლობისა, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან, რომლებიც დღეს ციხეში იმყოფებოდნენ. ქვეყანაში მიმდინარე დადებითზეც და უარყოფითზეც პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება. მათ შორის ამ შემთხვევაშიც.